გამარჯობა ხალხო. იდეაში დილით გაგიცანით უკვე, თავიდან გაგესწრომით. მე ვარ დაჩი შალვაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ფილოსოფია მთავარი პროფესია და არ მაქვს და მაინორად მაქვს, ყოველთვის მაინტერესებდა ზოგადად ორი რამ. უფრო ხმამაღლა? ოკეი. ყოველთვის მაინტერესებდა რეალურად ორი რაღაც. ერთი იყო საკითხი თუ როგორ უნდა ვიქცეოდე, ანუ რა არის სწორი, რატომ აქ რაიმეს გაკეთების ვალდებულება და მეორე საკითხი რაც იყო ყოველთვის კითხვა რატო. თუ რაღაცას მავალებ, ნებისმიერი წესი, ნებისმიერი სკოლის დავალება ყოველთვის მქონდა ერთ-ერთი პრობლემა რატო და ეს კითხვა რატო დიდი ხანი მომყვებოდა და ალბათ ამ კითხვის არსებობის გამო მივედი ზოგადად ფილოსოფიამ და ფილოსოფიაში აღმოაჩინე ჩემი თავარი ჰობი. მიუხედავად იმისა, რომ ფილოსოფიას ბევრი სხვადასხვა ნაწილი აქვს, ჩემთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა ეთიკა, იმიტომ რომ თუ ეთიკას არ იძიებ, რეალურად სხვა ვერაფერს ვერ იყენებ. კი, შეგიძლია აღმოაჩინო რეალობა, შეგიძლია შეიმეცნო შენ გარშემო ყველაფერი, მაგრამ თუ უკვე პრაქტიკაში გინდა ამის შემოტანა, პირველ რიგში სჭირდება არის ეთიკა. და როგორ აფუძნებ ეთიკას, ეს უნდა განსაჯო. ვეცდები რომ ცოტა უფრო ინტერაქციული იყოს, კითხვები დაგისვათ, რომ მაინც ბოლო ლექცია არ შეგეძინოთ, გშიათ. ხო, რაღაც კითხვებზე კანფეტები მაქვს და ვისვრე აქეთ იქით. და ხო, ნელა მივყვეთ და თუ რაღაც კითხვა გექნებათ ხოლმე, შეგიძლიათ გამაჩეროთ მითხრათ, თუ რამეა ბოლოს კიდე დამატებით კითხვები იქნება. ხო, გეგმა დაახლოებით ეს არის, ასე თუ ისე შეიძლება გადაუხვიოთ, რატო გამიშთა ზოგადად ეს იდეა. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტივიზმს ყველაზე ახლოს ობიექტივისტთან რო ფილოსოფიურად, ობიექტივიზმში ხშირად არის ერთ-ერთი პრობლემა, რომ ობიექტივისტები რატომაც არ განიხილავენ სხვა ფილოსოფიებს ისე სერიოზულად, როგორც საჭიროა. ნაიკონზე ვიყავით აქედან რამდენიმე ცოტა ხნის წინ და ერთ-ერთი ლექცია იყო, სადაც დეონტოლოგია, კონსეკვენციალიზმი და ობიექტივიზმი შეადარეს ერთმანეთს, ოღონდ დეონტოლოგია და კონსეკვენციალიზმი ისე საშინლად წარმომარჩინეს, რომ მე გამიშთა ამ ფილოსოფიის დაცვის მოთხოვნილება. და გადავწყვიტე, რომ ასე თუ ისე როგორაც ეს ფილოსოფიები ისე წარმოვაჩინო, როგორც თვლი რომ მართლა საჭიროა. და დავიწყოთ პირველი შეკითხვა რაც მექნება ზოგადად არის რა არის ეთიკა თქვენთვის. ეთიკას რას დაუძახებთ? ნორმა? დადგენილი კოლექტივიზმის დენტობის დადგენილი ესე რომ ვთქვათ, სერვიტი ნორმა, რომელიც შეესაბამებოდეს ესე რომ ვთქვათ, ჩემი ცემა შეესაბამებოდეს ამ რაღაცა მორალურ. ხო. კი, და აი აქ მექნება პირველი კითხვა, რასაც სამწუხაროდ ფილოსოფიაში წარს თუ ისე ხშირად გამიჯნავთ ხოლმე, რა განსხვავება ეთიკას და მორალს შორის. და ეს არის მეორე კითხვა. თქვენ რას ფიქრობთ? ანუ ორივე ოდესმე განსხვავება ვთქვათ, რომ ორივე შეიძლება, თუმცა გავსებად ორივე არის რაღაცა კონსტრუქციის ნაწილი, ადამიანის ქმნილების ნაწილი. მორალსა და ეთიკას შორის განსხვავება ეს არის, რომ მორალი შეიძლება იყოს აბსტრაქტული, ეთიკა შეიძლება იყოს რაღაცა, როგორ ვთქვათ, ქცევანი დაყვანილი საკითხი, აქედან გამომდინარე, ესეც შეიძლება განსხვავებად მოვიაზროთ. სხვა ვარიანტები? მორალი შეიძლება. ой. ვაი, ავაცილე მოიცა მეორესთვის ბევრი მაქვს. სამს ვისვრი და ერთს გავარდა. ორი გაარდა. ახლოს ხართ. მორალი შეიძლება ყველა ადამიანს თავისი კონდეს და რაც ინდივიდუალური ეთიკა არის საზოგადოებაში. კი, ზუსტად. აი ეს არის ხოლმე ხშირი შენიშვნა, რასაც პირველად აი 2 წლის სწავლის შემდეგ რაც ეთიკას სწავლობდი, 2 წლის მერე პირველად მითხრა ერთ-ერთმა ლექტორმა, რატო არ განსხვავებ მაგორსა და მან მითხრა პირველად და არ მჯეროდა, ვიდრე Oxford Dictionary არ დავსერჩე და არ აღმოაჩინე რომ მართლა ესეა. ეთიკის ახსნა არის ესეთი ქცევის წესი, რომელიც დამკვიდრებულია საზოგადოებაში. ანუ ეთიკა არ არის შინაგანი, არა იმეს დაფუძნებული, ეს არის გარე სამყაროსგან გავლენის შედეგად მიღებული. ანუ ეთიკა არის ის, რაც ჩვენ შევთანხმდით, რომ არის ნორმა.
ხოლო მორალი არის აბსოლუტურად სხვა. მორალი არის ის, რაც შენ შეგიძლია შენი დაადგინო, ინდივიდუალური, ანუ შენ შეიძლება გქონდეს შენთვის პირადი მორალი, რაც შენ დაადგენ. ანუ ეს რაღაც შეიძლება მოხდეს, რომ რაღაც ქცევა არის მორალური, მაგრამ არ არის ეთიკური. და ამას ხშირად ხვდებით ხოლმე, თუნდაც აი რაღაც პოლიტიკურ ქცევაზე ან რაღაც ბიზნესის ქცევაზე ერთი მხარე ამბობს რომ არა როგორ შეიძლება ეს, მეორე ამბობს რომ რატო არ შეიძლება ლოგიკური ამის გაკეთება და უცბად აღმოაჩენთ რომ კი საზოგადოებაში მიღებული არ არის, მაგრამ ლოგიკურად რომ დაუფიქრდე. ვაიდა რომ აი თურმე მისაღებია, იმიტომ რომ ბუნებრივი ქცევაა. და მინდა რომ დავიწყო თავიდან ეთიკის დასაწყისით. როგორ დაიწყო ეთიკა? ავიღოთ პრეისტორიული ხანა, აი ისტორიკოსებიც ყავს და სამართლის ხალხიც ყავს. ჯონ ლოკის ფანიც ყავდა ერთი თუ სწორედ მახსოვს. კი. ხო, რეალურად ჯონ ლოკი ხსნის ამას, რომ რა ხდება საწყისში. რა ხდება მაშინ, როცა არ არსებობს არანაირი ლოგიკური საფუძველი ლოგიკისთვის და ამ შემთხვევაში დაიწყო ძალიან მარტივი რაღაცით. სხვა სლაიდზე ვარ ჯერ. ხო, ეთიკის განხრებს ავხსნი მაშინ დასაწყისში. ეთიკის განხრებზე რას თქვით, რომ არსებობს რაღაცები, რაც შეგიძლიათ დააკვირდეთ და არსებობს რაც არის საზოგადოებრივი. ეთიკა იყოფა ორ ნაწილად, უბრალოდ ორ სკოლად. ერთი არის მორალური რეალიზმი, რომელიც ამბობს, რომ ეთიკა მე შემიძლია აღმოვაჩინო, შემიძლია დავაკვირდე სამყაროს და ვთქვა, რომ აი ლოგიკურად მივდივარ ამ მსჯელობამდე. და ამის უკვე ქვე განხრებია მორალური აბსოლუტიზმი, რომელიც ამბობს, რომ მე რო დავაკვირდები რაღაც სამყაროს, შემიძლია აბსოლუტური ჭეშმარიტებით დავადგინო, რომ აი ეს არის მორალური. აი ეს არის ჭეშმარიტება. არსებობს მორალური რელატივიზმი, რომელიც ამბობს, რომ ერთი და იგივე ქცევის შემთხვევაში მორალურობა შეიძლება რამდენიმე ნაირი იყოს. ანუ რაღაც ერთი მხრიდან შეიძლება მორალური იყოს და მეორე მხრიდანაც მორალური იყოს. ან ერთი მხრიდან ამორალური, მეორე მხრიდან მორალური. და კულტურული რელატივიზმი არის ის, რასაც სამწუხაროდ ხშირად ვემხრობით ხოლმე და ვამართებთ, რომ აი ამ კულტურაში ესეთი რაღაც მოსულა. მაგალითად რო ავიღოთ რომელიმე ქვეყანა, სადაც აი ამორალურზე რა გახსენდებათ, ამორალურ ქცევაზე. ხო, კატის ჭამა. ხო, ჩვენ ქვეყანაში, საქართველოში რო კატა შეჭამო, კი, კატასტროფა. და ეხლა რო გავამართლოთ სხვა ქვეყანაში, ვთქვათ, რომ იქ კატას ჭამენ საზოგადოებაში, ხო? ხო, კი. არ იჭმევა, იქ იჭმევა. და კულტურული რელატივიზმი. კი. საქართველოში არის ეს რაღაცა აღჭამე ევროპული. ხო, აი კულტურული რელატივიზმის იდეას ხსნი ახლა, რომ კულტურული რელატივიზმი ამას ეს რაღაცას, რომ მორალი არ არის დამკვიდრებული ზოგად ჭეშმარიტებაზე, არამედ მორალი დამკვიდრებულია იმაზე, თუ როგორი კულტურაა. ამიტომ ძალიან არ მომწონს, იმიტომ რომ წარმოვიდგინეთ ესეთი კულტურა. ავიღოთ რომელიმე ქვეყანა, სადაც ძალიან უბრალო ამბავია, ადამიანის სიკვდილით დასჯა დაუშვათ რისთვის, თმის გამოჩენისთვის. ხო, რაღაც ჰიჯაბი არ გაიკეთა და თავი მოაჭრეს. და რო გავამართლოთ ახლა ეს, რომ ეს მორალურია, იმიტომ რომ ამ კულტურაში მოსულა. ანუ რეალურად კულტურული რელატივიზმი ჩემთვის არის ერთ-ერთი ყველაზე ამორალური ეთიკის სკოლა, რომელიც ამბობს, რომ ეთიკა არ არსებობს ფაქტიურად. ანუ ის ჭეშმარიტება და მორალურობა განისაზღვრება თურმე რომელიმე კულტურით. და გვაქვს აბსოლუტურად მეორე ნაწილი, მორალური ანტირეალიზმი, რომელიც ამბობს, რომ საერთოდ ეთიკის დადგენა შეუძლებელია. არ არსებობს ეგეთი რაღაცა, არსებობს მხოლოდ მორალური სუბიექტივიზმი, რომელიც ამბობს, რომ მარტო მე ვადგენ რა არის მორალური. ანუ მე შემიძლია რაღაც საშინელი გაიკეთოთ და ჩემთვის ეს მორალურია და სულ არ მაინტერესებს არავის აზრი. ეს არის და გადავიდეთ უკვე რაც მინდოდა ეთიკის პირველადი ეტაპი, როგორ დაიწყო საერთოდ ეთიკა. წარმოვიდგინოთ ბუნებრივი მდგომარეობა, სადაც ჩვენ უბრალოდ ველურ უნებაში ვართ გაშვებული და არაფერი არ არსებობს. არავის ჯერ არ უფიქრია არაფერი, როგორ უნდა მოვიქცეთ. არავინ არ არსებობს, ვინც ადგენს რაიმე წესს და ამ ბუნებაში ვართ. და აქედან როგორ აღმოცენდება ეთიკა? აი ჯონ ლოკი რას ამბობს ამ შემთხვევაში? კი. ბუნებრივ მდგომარეობაში? მე უფრო ლოკს ვემხრობი. ჰობსის გაგება. მე უფრო ლოკს ვემხრობ. მაშინ რა უნდა იყოს წყარო? რო ავდგეთ და ვთქვათ, რომ აქ რაც ხდება, ავდგეთ და ხო. დავსაზროთ რა არის და რა არის.
ხო, აი ეგ არის, სად მივდივართ რეალურად, აი მაგაზე უკვე შემდეგ სლაიდზე ვიწყებ, როგორ აღმოცენდება ლოგიკური მსჯელობა ეთიკის, რომ ეთიკა უკვე როგორ ფუძნდება რაღაცაზე. თუმცა პირველ ეთიკის საწყისი არ არის აზრობრივი. პირველ ეთიკის საწყისი და წესები, რაც იქმნება გარშემო, არის დაფუძნებული ძალაუფლებაზე და რელიგიაზე. და აი ამის პირველი кейსი რა გვაქვს არის კანონები, ჰამურაბის კანონები ზუსტად ეს არის. მიუხედავად მისი ფილოსოფიური საფუძვლის არარსებობისა, შემოდის ეთიკა, რომელიც გაიძულებს რაღაცას მიყვე. და ეს არის ეთიკის პირველი საფუძველი და მეორე რელიგია, რომელიც ამავდროულად მსჯელობის გარშე გეუბნება, რომ ეს დაწერილია და მაშინ ადამიანი უნდა მიყვე მას. თუმცა ეს არის ის ჩანასახი, რომელიც ეთიკის ცნებას საერთოდ შემოიტანს. და აქედან ვითარდება უკვე ეთიკის საწყისი. ეთიკის საწყისი ჰამურაბი უკვე ახსენე და ჩდება საბერძნეთი. და საბერძნეთში რამდენიმე ეთიკის სხვადასხვა ოდნავ განსხვავებული არსი ჩდება, თუმცა შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ღირებულებითი ეთიკა, value ethics, რომელიც როგორც დათომ უკვე ახსენა, value კარგად ვერ ვთარგმნეთ ქართულად. ვერც virtue ethics ვერ ვთარგმნეთ. ხო. აი ზუსტად არ ჯდება, იმიტომ რომ ხო, ფასეულობითი ეთიკა საკმაოდ კარგია. და სოკრატე ამბობს ეს რაღაცას, რომ მე არ ვიცი რა არის ეთიკური, არ ვიცი რა არის სათნო, მაგრამ უბრალოდ არ ვიცი რა არის სათნო ქმედება, მაგრამ მე ვიცი სხვა რა. მე ვიცი რომ ცოდნა თავისთავად არის სათნოება და ის მიიჩნევს რომ ერთადერთი მორალური რამ, ერთადერთი ეთიკური რამ, ანუ ადამიანის მიზანი უნდა იყოს ამ ცოდნის მოხვეჭა. და აქ ასე თუ ისე გადაუხევს და მე ჩდება პლატონი. პლატონი მიუხედავად იმისა, რომ რენც არ მოწონს, შემოაქვს ძალიან საინტერესო ეთიკური დილემა, მაგრამ ვიდრე აქ მივალთ, ის ამბობს ეს რაღაცას. მას ჯერა იდეალური ფორმების სამყაროსი, სადაც ამბობს, რომ ყველაფერი იდეალურია და აბსოლუტური ფორმები შეგვიძლია ვიპოვოთ რაღაცის და სწორედ აქ შეგვიძლია ვიპოვოთ სათნოების იდეალური ფორმა. და ამბობს, რომ შეიძლება ჩვენ ამ ფორმას ვერასდროს ვერ მივწვეთ, იმიტომ რომ იდეალურ სამყაროს ჩვენ ვერ ვწვდებით, ეს არის გარე სამყარო, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ასე თუ ისე ვეძებოთ ამ სამყაროში რა ხდება და გადმოვიტანოთ ნაწილი. მაგრამ აი აქ პლატონის ერთ-ერთ ნაშრომში ევთიფრონის დილემა შემოდის. ევთიფრონის დილემა არის რელიგიური დილემა, რომელსაც ამის შემდეგ სლაიდზე განვიხილავთ, იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის ეთიკაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დილემა, რომელიც თეოლოგიურ ეთიკას აყენებს კითხვის ქვეშ. არ ანადგურებს არავითარ შემთხვევაში ამ რაღაც გასაქცევ გზას უტოვებს, თუმცა ამბობს, რომ ხლად ის არ ხარ, რაც შენ გონია. ანუ ძალიან თავისუფლად აგივარდება კითხვას უსვავს. და რაც მთავარია ეთიკის საწყისში შემოდის არისტოტელი და არისტოტელის რა შემოაქვს. ყვითლად რატომ აქვს გაფერადებული, ბარემ მაგას ვიტყვი. აი რენც აქვს სამი მნიშვნელოვანი ფილოსოფოსი და ეს არის არისტოტელე, აქვინასი და აინი. ეს არის სამი ფილოსოფოსი, რომელიც ფილოსოფიის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფოსები არიან. და არისტოტელე რატოა მნიშვნელოვანი, რა შემოაქვს მას ეთიკის სამყაროში? მას შემოაქვს სამია. ხო. მას შემოაქვს ეთიკის ცნება, რომელიც დაფუძნებულია რეალობაზე. ის ამბობს, რომ არანაირი იდეალური სამყარო არ მჭირდება, არანაირი მხოლოდ და მხოლოდ ცოდნა და არანაირი ქმედების გარეშე რაღაც. მე მინდა რომ ამ სამყაროს დავაკვირდე და აქ აღმოვაჩინო რა არის ახლა რეალური. აი როგორ შემიძლია ადამიანებში მოვიქცე ისე რომ მე ვიყო სათნო და ევდამონიას რაც აყვავება ამბობს რომ ჩვენ ამ სათნოებით შეგვიძლია აყვავებას მივახციოთ და რა არის აქ გამბედაობას ამბობს როგორც ერთ-ერთ მთავარ სათნოებას. ამბობს რომ კონკრეტული სათნოების აღმოჩენა შეგიძლია ცხოვრების განმავლობაში, ანუ შენი სწავლობა ამ რაღაცებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის გამბედაობა და გამბედაობას რას გულისხმობს? გამბედაობა იმისა, რომ მოიქცე სწორად და განსაზღვრო შენი რაციონალურობით. ესეთი მაგალითი მოყავს, სადაც არის ძარცველის მაგალითი. როგორ შეიძლება ძარცველის მაგალითში იყო მორალური. შენ მიდიხარ ქუჩაში და დაინახე რომ ვიღაცას ძარცვავს ძლიერი მძარცველი. ამ შემთხვევაში რა იქნება შენ მხრიდან სათნო ქმედება? პოლიციას. სხვა ერთ-ერთი მაგალითი მსგავსი აქვს.
ეს რაღაც ამბობს, რომ სათნოება არ არსებობს ოქროს შუალედის გარეშე. შენ შეიძლება გადავარდე ერთ უკიდურესობაში, ან მეორე უკიდურესობაში, რაც არის ან ყეყეჩობა და მივარდნა პირდაპირ, ან გაქცევა. და აქედან არც ერთი არ ვარგა და ის ამბობს, რომ მოდი აქ ვიმსჯელოთ და განვიხილოთ რა არის ახლა ეთიკური და რა იქნება რაციონალური. ანუ რაციონალურის გარეშე ეთიკურობა არ გამოდის და ამას ეს რაღაცას. თუ შენ ხვდები რომ ამ ძარცველს მოერევი და იქ მისვლა შეგიძლია, მაშინ კი ეს არის სათნოება. თუმცა თუ შენ ხვდები რომ ის დაგძლევს, ეს შეიძლება გამბედაობა იყოს, მაგრამ არანაირი სათნოება არ არის, იმიტომ რომ ეს ადამიანი ორივეს გცემს და საბოლოო ჯამში არანაირი შედეგი არ გაქვს. და გეუბნება ეს რაღაცას, რომ შენ აიღე ოქროს შუალედი, განსაჯე შენით რა უნდა გააკეთო და თუ ხვდები რომ საჭირო ვიღაც სხვას დაუძახო დასახმარებლად, ეგ გააკეთე, თუ შეგიძლია რომ მიხვიდე, მაშინ მინდა ეგ გააკეთე. არისტოტელე არის პირველ რიგში შემოაქვს ეს ცნება, რომ სათნოება და ეთიკა შეგვიძლია ვიპოვოთ სამყაროში. არანაირი გარე სამყარო აღარ გვჭირდება და რას თქვი პლატონის кейსზე, არის ერთიფრონის დილემა. აქ რელიგიურები ვინ ხართ, მაინტერესებს. რელიგიურში რას გულისხმობ? ღმერთის გჯერათ თუ არა? აი ღმერთის გჯერათ თუ არა, ეგ არის. ეს რაღაც დატაკების ცდელობა არ არის. ხო. ხო, აი ხო, კონკრეტული ღმერთის გჯერათ თუ არა? ხო. კი, ესეთი დილემა არის, რომელიც მას შემოაქვს. რამდენიმე ვარიანტი შემოხდა ამ დილემის, თუმცა ეს კონკრეტული ვარიანტი აღმოვაჩინე. სოკრატე მიდის, მოდი ეს პირდაპირ ვარ წავიკითხოთ, დაახლოებით აგიხსნით რა დილემა. სოკრატე მიდის სასამართლოში და სიკვდილით დასჯას ემუქრებიან. და ევტიფრონი არის, ვინც მის წინააღმდეგ გამოდის. სხვა кейსში რაც შემხვდა, ევტიფრონი მამამის უჩივის და მამამისის სიკვდილით დასჯას ცდილობს. თუმცა ესეთ მარტივ რაღაც ამბობს ევტიფრონი, რომ შენ რომ სასამართლოში შემოხვალ, იქ ღმერთი განსჯის შენ სწორი ხარ თუ არა და ის გადაწყვეტ სიკვდილით დაისჯები თუ არა. და სოკრატეს აქ ესეთი კითხვა, რომ მე რომ ამ სასამართლოში შევალ და სიკვდილით დამსჯიან. ეს სიკვდილით დასჯა მორალური გახდება იმიტომ, რომ ღმერთმა გადაწყვიტა ჩემი მოკლა, თუ იმიტომ იქნება მორალური, რომ ღმერთი მორალურის გარდა სხვა რამეს ვერ აკეთებს. მარტივად რო დავსვა ეს კითხვა. ღმერთი რასაც გააკეთებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ის ხდება მორალური, თუ ღმერთი მორალურის გარდა სხვანაირად ვერ იქცევა. თუ მიხვდით დაახლოებით. ხო. ხო, აი ძალიან რთული кейსია, რატო არ არის ერთი და იგივე. ხო, ერთი ამბობს, რომ ღმერთს შეუძლია გადაწყვეტოს რა არის მორალური, მაგალითად, სხვა დილემა ავიღოთ. ეხლა გამოგვეცხადოს ღმერთი. რაღაც აი გამოისახოს, ანათებს, ბოხი ხმა აქვს და გვეუბნება ესეთ რაღაცას, რომ ის 10 მცნება ხო იცით რომ მოგეცით და აი ხა გადავწყვიტე რომ ეგ 10 მცნება იყო არასწორი, დიდი ხანი ვემზადებოდი ამისთვის, ესეთი გეგმა მქონდა და 10 მცნება რო არის არაკაცკლა, არიპარო, არიმრუშო, გადავწყვიტე რომ მოკალი მოიპარე იმრუშე. რა კი ღმერთი ამას გვეტყვის, ეს გახდება თუ არა მორალური, თუ მეორე ვარიანტი. ღმერთი ვერ გვეტყვის მორალური საპირისპიროს. ან რომელი უფრო მაღლა დგას? რელიგიას რომ ჩვენ თვის ინდივიდუალურად არის მისაღები რაღაცის მონადი, რაც მაგალითად ქრისტიანობას ან მართლმადიდებლობას გააჩნია და ვფიქრობ რომ აი რომ გამოგვეცხადოს და უცბად შეცვალოს რაღაცის წესები. ხო. რაღაც სამოსე არ ირწმუნო შეიძლება, კი. თუმცა აქ სხვა საკითხია. აქ არ არის წმენის საკითხი. აქ არის ესეთი საკითხი, ზოგადად ეს არის საკითხი იმაზე თუ რელიგიაზე აფუძნებს შენ ეთიკას, რაც ძალიან ბევრი ფილოსოფოსი აკეთებს. ხო. ჩვენ ახლა ვაგიარებთ ესეთი მომენტი, როცა როგორც ჩვენი თვალით ვიხედავთ, რომ მართლა ღმერთი არსებობს. ხო. თუმცა თუ მართლა ღმერთი არსებობს, ჩვენი თვალით დავინახოთ, შესაბამისად
თუ ეგრე არის, თუ მე მედიტაციას და მივიდივარ თვითონ მერტინერი ყოველთვის შემოქმედია და რეალურად აქ თუ გაქრება იქაც გაქრება. ეს ამასაც მართლა მე უკვე მორალური იქნება რაც გვერდით ეთქვის. ანუ უკვე აღარ ჯდება ის რომ შენ რასაც გადაწყვეტ და შენ რასაც მოქმედებას გააკეთებ იმას რომ შენი მორალურიდან გამომდინარე, შენი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, რასაც მორალურად მიიჩნევ, რეალურად მაგის ეგ უნდა გასაზღვრო, ეგ მაგას ვერ გასაზღვრო, იმიტომ რომ ფაქტის წინაშე გაკ რა. უბრალოდ ეგ არის. ანუ მე პოსა ეს პირველი ფაქტორი იქნება რომ ვიღას მეკაიფება თუ არა, ჯერ მაგას გავაკეთებ და თუ არ მეკაიფება. ხო, ეს თუ შენი მორალურობის განსჯის ერთადერთი წყარო რელიგია არის ამ შემთხვევაში, ხო? ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ გაქცევს ამორალურად თუ იმას არ დაიმორჩილები, რასაც აქამდე. ხო, სწორედ ეგ მაგითაა დილემა. წყარო არსებობს ადამიანურ განსჯის, ხო, ესე ვთქვათ. შესაბამისად, შენ არჩევანი დილემის წინაშე დგები, რომელი არის უპირატესი ამ მდგომარეობაში. კი, აი ეს დილემა მაგითო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური ეთიკის მიმართ. თუ შენ ეთიკას აფუძნებ რეალობაზე, დგები ამ დილემის წინაშე. დაუშვათ ავიღოთ, ხო, იმიტომ რომ რეალურად ეს ამტკიცებს ეს რაღაცას. ან ყველაზე მარტივი кейსი რაც არის ამტკიცებს იმას, რომ სხვა რამეზე უნდა დაამყარო გარდა რელიგიისა. მაგრამ ხო, კი, მაგრამ აი დილემის ინტერესი რატოა? იმიტომ რომ ამ დილემაში გიწევს ორი რაღაცის დათმობა. ერთია რომ ან ღმერთი რასაც წყვეტს, ის ხდება მორალური, ან მეორე ვარიანტი, ღმერთი ვერ აბიჯებს მორალს. და ამ შემთხვევაში ის გაჭედილია, ანუ არ არის ყოლის შემძლე. მაგითო ძალიან საინტერესო დილემა, რაც ძალიან დიდ კითხვის ნიშანს უსვავს ნებისმიერ ეთიკურ სკოლას, რომელიც დაფუძნებულია რელიგიაზე, რომელიც ამბობს, რომ ჩემი ეთიკა განსაზღვრულია ღმერთით, იმიტომ რომ აი ღმერთმა დაწერა და ეხლა ეს არის სწორი. ეს არის ეხლა მნიშვნელოვანი საკითხი. კი. არა, ღმერთს თუ ირჩევ, ღმერთი აღარ არის. ანუ ღმერთს ირჩევ, რაც მითხრა. ხო, მაგრამ აი ხო, მაგრამ რეალურად ღმერთი ხო. არა, ზუსტად რომ ანუ ვიღაც გამომეცხადება და მეთქვის იმის საპირისპირო ზნებს, ანუ იმიტომ კი არ წამს, რომ იმ თქვა, რომ რო თქვა და ანუ მან მეორე პრობლემა საწყდება. არა, მან მეორე პრობლემა გაქვს. ესეთი პრობლემა გაქვს, რომ მაშინ გამოდის ესეთი რაღაც, რომ შენ შეგიძლია აირჩიო ეთიკის სკოლა, რომელსაც იტყვი, რომ ეს ჭეშმარიტია, იმიტომ რომ მე ამის დავიჯერე. მე შემიძლია აუჩვო ღმერთი, ან ხო არის განსხვავებული რელიგიები. ანუ შემიძლია აუჩვო რელიგია, რომელსაც ვეძებოთ, რომელსაც არ ვეთანხმები და ხო, მანდაც იგივე პრობლემაზე მიდიხარ, რომ რელიგიას ვერ აფუძნებ, ესე იგი. ანუ წყაროს ვერ იღებ. ხარ არ მიზეზი, ანუ მართლმადებლად მე მომისმენია ყველაზე ხშირად, რომ აი ცეცხლი როგორ გადმოდიოდა დავინახე და მაგ დროს ვირწმუნე, ანუ და არა ის რომ აღინიშნება, რომ წავიკითხე, ვიხვდი რომ ღმერთი არსებობს. ხო, ეგ არის ხოლმე ყოველთვის მიზეზი და ფიქრობ, რომ ეგ არ არის, რომ აი ჩემი იმას შეისაბამება და მაგიტო ირჩევენ მაგ. ხო, მე მგონია, რომ უფრო მაგიღრებულებს მე აღმოაჩენდა, თუ ისე პირიქით ერგები. მაგრამ, ოკეი. ამ кейს მე შეგვიძლია დაუბრუნდეთ. კი. თვითონის დილემს გამომართოთ, მეგონს უსმენს, რომ არსებობს თუ არა მორალი ღმერთის და რელიგიის მიერ. ხო. უბრალოდ მაგ კითხვას აჩენს. ანუ რეალურად სვავს ეს კითხვას. თუ შენ აფუძნებ შენ ეთიკას რელიგიაზე, დგები ამ პრობლემის წინაშე. თუ შენ ამბობ, რომ არსებობს ჭეშმარიტება და ეს ჭეშმარიტება დაფუძნებული იმაზე, რომ ეს რაღაც ღმერთმა გითხრა, აი ეს პრობლემა გიდგება წინ, რომ თუ შენ დააფუძნე შენი ეთიკის აღქმა, შენი სამყაროს აღქმა ამაზე, მაშინ დგები ორი პრობლემის წინაშე. ან შენ ღმერთს შეუძლია უცბად შეცვალოს ეთიკა, ან შენი ღმერთი არ არის ყოვლის შემძლე. ამ პრობლემის წინაშე გაყენებს. ანუ ამას გამახსენდა, რაც უნდა ყოველთვის ქონდა პრეტენზია, როცა აბო გავიარე, მაგალითად ის რომ მაგალითად როცა აბო რომელიც მაჰმადი არის და რომელსაც საბოლოო ჯამში შეიძლება რელიგია და გახსნა ქრისტიანი, ჩვენი მორალიდან გამომდინარე, რაც ქრისტიანები ვართ, ჩვენ მოკლედებით მინდა დავუკვირდით, მაგრამ უცბად რომ წარმოვიდგინოთ სიტუაცია
სიტუაცია როგორც რაც ადამიანი ყოფილიყო მარტო ქრისტიანი და კათოლიკე მოხმადიანი ჩვენ სხვა მორალურად პირიქით ტერი იქნებოდა და გამოჩნდებოდა ეს რომ აღარც ეთიკის რა მორალურად ხო აი კულტურული რელატივიზმი რო ახსენე ზუსტად ეგ кейსია ჩვენ კულტურას რაც მოერგო ის ჩავთვალეთ მორალურად ხო და გადავიდეთ უკვე შუა საუკუნეების ნაწილზე. შუა საუკუნეებში რა ხდება ეთიკის სამყაროში? შუა საუკუნეებში რეალურად ძალიან ძლიერდება რელიგიური სამყარო და ეკლესია წყვეტს სწორედ იმას თუ რა არის ეთიკური. და ხდება თეოლოგიური დაფუძნება. სწორედ იმ პრობლემას ვუბრუნდებით, სადაც ამერიდან ეკლესია განსჯის რა არის მორალური და ეკლესია გეუბნება, რომ აი ესე უნდა მოიქცე. და ეთიკა ხდება ცოდვაზე და სათნოებაზე დამყარებული და გარე სამყაროზე. ანუ იმის მაგერად რომ შენ ამ სამყაროზე ზრუნავდე, უცბად შენი ეთიკა გაიძულებს რომ იფიქრო გარე სამყაროზე, შემდეგ სამყაროზე რომ მოკვდები იქ რა იქნება. მაგრამ აქ ჩდება ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა. ეს არის თომა აკვინელი. და თომა აკვინელს რა აქვს განსაკუთრებული, რაც ძალიან დიდი გარდატეხა მიდი. ორი საკითხი, ერთი თეორიული ლეგიტიმაციის ამბავი, რომ დაკავშირება ხაიბაზე, მაგრამ თქვა და ადამიანის არსებობა სამყაროში არის სამყაროსკენ მიმავალი კარები, მას რედიგაციას გეუბნება, თუმცა აი მიმავალი კარები რო გადის შუამავლის გოლით მეფესა და საინტერესო. აუ, კანფეტები ვისთვის დამავიწყდა ეგ მითხარით. ესე შეყარებით. კი. კიდევ ვისთვის დამავიწყდა. ხო, და თომა აკვინელი რო შემოდის რა ხდება? თომა აკვინელი პირველ რიგში უფიქრდება ესეთ რაღაცას, რომ ღმერთი არის ყოვლის შემძლე, ღმერთი არის კეთილი და ღმერთმა გაგვაჩინა ჩვენ ამ სამყაროზე. და თომა აკვინელს უჩნდება ესეთი კითხვა. სხვა შორის მსგავსი კითხვა ადრე დათოსა გონი მოყოლი მღვდელს კითხა მსგავსი რამ, რომ ბავშვი რომელიც დაიბადა აფრიკაში, არ იცის ქრისტეს შესახებ არაფერი, ეკლესიაზე არაფერი არ იცის, ღმერთზე არაფერი არ იცის. ეს ბავშვი განწირულია თუ არა იმისთვის რომ მოხდება ჯოჯოხეთში. ეგეთი კითხვა, ანუ რეალურად ხო. და თომა აკვინელი ამბობს რომ არა. ვინაიდან ღმერთი არის ყოვლის შემძლე და კეთილი, ღმერთმა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს ახლა წვდომა ბიბლიაზე, ღმერთმა გვიბოძა ჩვენ რაღაც ხელსაწყოები, რითიც ჩვენ შეგვიძლია აღმოაჩინოთ რა არის ეთიკა და რა არის სწორი ქცევა. ღმერთმა შემოგწვა აზრი. აი ეს არის უკვე მნიშვნელოვანი გარდატეხა, რომ ის ამბობს, რომ იმაზე რატო ვაფუძნებთ, კაცო, ღმერთმა რა თქვა? ოკეი, ღმერთმა რა თქვა, იმის ვჯერა, მაგრამ არ მჭირდება ის, ან ჩემი შემიძლია აღმოაჩინო ღმერთი რას მეტყო და როგორ უნდა მოვიქცე და რას ამბობს. პირველი რაც საკეთებს არის ბუნებრივი კანონის შემოტანა და ბუნებრივი კანონი რა არის? ბუნებრივი კანონი არის ის ამბობს, რომ ეთიკა შეგვიძლია დავაფუძნოთ ბუნებას, რაც რეალურად არისტოტელეს გაგრძელებაა და ამბობს ეს რაღაც. ჩვენ ადამიანის ბუნებაში შეგვიძლია აღმოაჩინოთ ის აუცილებელი რაღაცეები, რაც ხედავთ, რომ საჭიროა და ადამიანის ბუნებაში პირველი რა ჩდება? სიცოცხლე. და სიცოცხლე არის ადამიანისთვის აუცილებელი რამ. ყველა ადამიანი ყოველთვის იბრძვის სიცოცხლისთვის, ბავშვობიდან მოყოლებული, შენ რაღაც გეტკინება იმ ტკივილს ერიდები, სიცოცხლისთვის იბრძვი, საჭმელისთვის იბრძვი და შენ ცდილობ, რომ შენი სიცოცხლე შეინარჩუნო. ანუ ეს პირველი აუცილებელი ნაწილი რაც გაქვს, შენ შეგიძლია დააკვირდე, რომ სიცოცხლე არის მნიშვნელოვანი. და იმან ხვდები, რომ არაკაც კლა ზუსტად არის, მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიაში არ წამեկითხავს, დავაკვირდი და აღმოაჩინე. და მე აღმოაჩენ უკვე ამის შემდეგ გაგრძელებას, რაც არის რეპროდუქცია, განათლება, რაც განათლება შეგვიძლია გავიყვანოთ რაღაც უფლებაში, სიტყვის თავისუფლებაში შეგვიძლია გავიყვანოთ. ღმერთის ძიებაში მე უფრო არსის ძიებას ვხედავ, თუმცა ან რეალურად მე რასაც ვხედავ, ხო, ცხოვრების არსის ძიება, შინაარსის ძიება და ფილოსოფიის ძიება, ეს უკვე. საზოგადოებრივი ცხოვრება, რაც ნიშნავს, ჩვენ ადამიანები საზოგადოებრივი არსებები ვართ და ჩვენ გვჭირდება ეს ნაწილი და იმის რო ეს გავაკეთოთ, ჩვენ გვჭირდება რომ ერთმანეთი არ გავაღიზიანოთ. avoid offense რაც არის, რომ შევქმნათ რაღაც საერთო წესები, რასაც დავემორჩილებთ. ანუ მე არ დავარღვევ შენ სიცოცხლის უფლებას, შენ არ დავარღვევ ჩემსას. შენ არ დავარღვევ ჩემი საკუთრების უფლებას, მე არ დავარღვევ შენსას. და ეს არის ის საფუძველი, რაც უკვე ვაფუძნებთ საკუთრებას. და შანეგრონაც რაც არის კონფლიქტის და შანეგრონაც არის უკვე გონებრივი ნაწილი, სადაც ამბობს, რომ ყველა ადამიანი ბუნებრივად
არატოლერანტულია უცოდინობის მიმართ. ასინჯოს ჩვენ მიდრეკილები ვართ ცოდნის მოხვეჭისკენ. ეს არის ბუნებრივი მოთხოვნილება ადამიანის დაბადებიდან ეძებს მეტის გაგებას. რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოხვეჭა უნდა და ეს არის ადამიანის ბუნება. და აი სწორედ ამიტომ აქვინელი გარდამტეხი ფიგურა, რომელიც ამას რომ კი, ღმერთის ბჯერა, მაგრამ მე არ ვარ განწირული ღმერთის გარეშე. მე შემიძლია ღმერთი აღმოვაჩინო რეალობაში. აი, ძველი ბერძნების გამოფებულება უბრალოდ ღმერთი არის აქ ჩასული. კი, ხო. აი, ზუსტად არისტოტელეს დიდი განვითარება. არისტოტელეს, სოკრატეს მათ შორის, რომ აი, მე ვიცი რომ არაფერი არ ვიცი, ძიება არსის, ხო, რაღაცა რომ არ ვიცი და მე უნდა ვეძიო მაგალითად. ხო, თუმცა ეს სოკრატე გაცილებით ბუნდოვნად გეუბნება. ეს გეუბნება რომ პირდაპირ დადექი და ხო, კი, დადექი და იპოვე. ზოგადად ეს არის ამის ის არის რომ ანუ აფრიკელ ბავშვს რომელსაც შეიძლება ვაფშე არანაირად არ იცის რა. ვაფშე არ იცის ზოგადად ერთი შესაძლებელი. უბრალოდ ზუსტად მცხოვრებისეული და რაც თანაყოლი შეიძლება იმაზე უფრო რელიგიურად იცხოვროს ვიდრე მის წამს და მის ხო, არ არის აუცილებელი, ხო. აუცილებელი რომ რეალურად შენ რაღაცის წამს და აკეთებ. ხო. შენი ბუნებრივიდან ამბობენ რელიგია ისეთ რაღაცებზე დამყარებული ზოგადად თუ მართლა საწყისებზე ჩავალ და არ შეიძლება დამატებული რაღაცებზე რომ ეგ ყველაფერი არის რეალურად ხო რომ აი არის ზუსტად ადამიანების ბუნებიდან და ეთიკიდან გამომდინარე რა. კი, ჭეშმარიტება შეგიძლია იპოვო რეალობაში შენით. და მოდი ახლა უკვე გადავიდეთ ეს აქვინას კითხვა თუ რატომ არ მოქმედებს ხალხი მორალურად, აქ არის ორი ნაწილი, რაც არის უცოდინრობა, რომ ადამიანი არ უფიქრდება, ანუ ამ ცოდვას ჩადის, რომ არ იყენებს თავის გონებას, არ უფიქრდება სამყაროს ეთიკურ წესრიგს და ამიტომ ჩადის ამ მორალურ რაღაცებს, ან მეორე, რაც არის ემოციები. ის არ ამბობს, რომ ემოციები ცუდია ან რაღაც, ის ამბობს, რომ ემოციები უბრალოდ ბუნდოვანს ხდის სამყაროს. ემოციები ნაწილობრივ გაბრმავებს, თუ ამ ემოციებს არ აკონტროლებ და დაუმორჩილებელი ემოციები, გაუფილტრავი ემოციები უკვე ამორალურობისკენ მიდრეკილების რისკია. სწორედ ამიტომ უნდა გაუფილტროთ ეს რაღაცეები, რაც ჩემდგომ რენდიც იგივეს ამბობს, რომ ამბობს, რომ ემოციები კარგია, ემოციების გარეშე ვერ იცხოვრებს ადამიანი, აუცილებელი ნაწილია, მაგრამ ემოციები ყოველთვის უნდა გაატარო რაციონალურ ფილტრში. იმიტომ რომ უნდა დაფიქრდე ეს ემოცია რისკენ მიდრეკილებას გაძლევს. და სარტრი სხვათა შორის ეთანხმებოდა აქვინას და ამბობდა, რომ კიო, ყველა ადამიანის სულში თუ სხეულში არსებობს ღმერთის ფორმის ნახრეტია. ოღონდ მე ათეისტი ვარ და ეს ნახრეტი ცარიელიაო. ეს ადამიანი ვინ არის თუ იცით? ხოჭოს არ არის კანტი. კი, კანტის წიგნებში არის ხოლმე ეს ადამიანი დაბეჭდილი, როგორც კანტის ფოტო, სინამდვილეში ეს არის იაკობი, რომელიც კანტის კრიტიკოსი იყო. სინამდვილეში ეს არის კანტი. ძალიან ბევრს ეშლება სამწუხაროდ. ანუ წიგნში ხო, და კი, ჩემი საყვარელი ფაქტია. წიგნი გადავშალე ადრე და ხედავ რომ იაკობი ხატია და ვაუ, მეთქი და აღმოჩნდა თურმე ძალიან ბევრ წიგნში ხატია. იმანუელ კანტი რატოა მნიშვნელოვანი ფიგურა და რა იყო იმანუელ კანტის მიზანი საერთოდ ეთიკაში. მას ჰქონდა ესეთი მიზანი, რომ ხედავდა გარშემო სამყაროში მეცნიერება უკვე ხდებოდა სამყაროდ გამყარებული. საფუძველი ჰქონდა, რომლის შემოწმებით შეგვიძლია და კანტი ებდა, რომ მე მინდა ფილოსოფია დავუფუძნო იგივენაირად. მე მინდა, რომ ფილოსოფია იყოს ესეთი რამ, რასაც შევამოწმებ. და მან თქვა, რომ ეთიკაში არ მჭირდება ღმერთი, ეთიკა უნდა იყოს დაფუძნებული და ეთიკა უნდა ვიპოვოთ წმინდა გონებით. და კანტს მიხედავთ, რომ რენც არ მოწონს, ბევრ რაღაცას ვაფასებ კანტის მხრიდან, რაც პირველ რიგში არის ადამიანის უფლებების მყარი დაფუძნება. მან პირველმა თქვა ის, რაც შემდგომ რენდმას თქვა, ადამიანის რაციონალური არსება და რაციონალობა და თავისუფლება გვანიჭებს ლოკმაც თქვა. კი, თუმცა კანტს ეთიკური დაფუძნებაც აქვს. განათლებაში ბევრი ამბობს. მოდი ცოტა პოზიტივისტურად ეცადა, რომ ეს ხო, მეცნიერული ხერხიც ადა. და კანტს რა შემოაქვს? კანტის მთავარი ნაწილი რა არის? ეს არის კატეგორიული იმპერატივი. რომელიც არის მოიქეცი ისე რომ კაცობრიობა როგორც შენი ისე ყოველი სხვა პიროვნების სახით შენს მუდამ იყოს მიზანი და არასდროს მხოლოდ საშუალება. აქ რა იგულისხმება? რომ ადამიანი არ გამოიყენო როგორც ნივთი.
აი მაგალითად თქვენ ახლა მე მიყენებთ რომ ეს რაღაც ინფო მიიღოთ, მე თქვენ გიყენებთ, რომ რავი, ლაპარაკი მისწორდება და ვილაპარაკო. მაგრამ ეს არ არის უბრალო გამოყენება. ამ გამოყენების მხრივ ჩვენ ორივე თანასწორები ვართ, ეს გაცვლა ნებაყოფლობითია. აქ იგულისხმება ისეთი გამოყენება, რომელშიც თქვენ არ მიმიჩნევთ როგორც ადამიანი, როგორც ნივთად რომ იყენებთ, ეგ არის. ანუ ადამიანს ყოველთვის მოეპყარი ისე როგორც მიზანს. და მეორე, მოიქეცი მხოლოდ იმ მაქსიმის მიხედვით, რომელსაც ისურვებდი, რომ გამხდარიყო საყოველთაო კანონი. ანუ ნებისმიერი ქმედების წინ დაფიქრდი, ეს ქმედება გაწყობს თუ არა, რომ იყოს საყოველთაო კანონი. ანუ მე თუ დავფიქრდები იმაზე, რაღაც უნდა მოვიპარო თუ არა, ჯერ უნდა დავფიქრდე იმაზე, ყველას რო შეეძლოს მოპარვა, ეს რო საყოველთაო კანონი იყოს, სწორი იქნებოდა თუ არა, მომეწონებოდა თუ არა და თუ პასუხი არის არა, ესე იგი ეს არ უნდა გავაკეთო. ეს არის ძალიან მარტივი დაფუძნება, რაც მან გააკეთა და ხო, შემოიღო ეს კატეგორიული იმპერატივი უკვე ვახსენეთ და დააფუძნა, შემოიტანა საკმაოდ ბევრი ვალდებულება, რაზეც უკვე შემდგომ რენდი აწובה, ეს ნაწილია რის გამოც რენდს არ მოსწონს კანტი და ეძახის ყველაზე ბოროტ ფილოსოფოს ისტორიაში. ეს არის მოვალეობები და მორალური კანონი, კეთილი ნება, ავტონომიის ხის პატივისცემა ნაკლებად ეწინააღმდება მას და მორალური мотиваცია. აი ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი. კანტი რას ამბობს? რომ ყველაზე დიდი სათნოება არის მაშინ, როდესაც მე ვასრულებ ჩემ მოვალეობას, სწორედ და სწორედ იმიტომ, რომ ეს არის ჩემი მოვალეობა. დაუშვათ დავინახე, რომ ვიღაცა იხრჩობა და გადავხდი და გადავარჩინე. როდის არის ეს ქმედება უფრო სათნო? როდესაც ეს გავაკეთე მოვალეობის გამო თუ როდესაც ეს გავაკეთე იმის გამო, რაღაც ჯილდო მიმეღო. ან რაღაც სიამოვნება მიმეღო. და კანტი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც მხოლოდ მოვალეობა შეასრულე. ის ამბობს, რომ ხო, ის კეთილი ნება არ არის თუ სარგებელი მიიღე. და რეალურად ბარემ მე ვაპირებდი შეწინააღმდეგებას, მაგრამ აქ არის მეორე რამ. აი ეს რატო ახლა პრობლემა. რომ ამით რეალურად კანტი ჩვენ გვიბიძგებს იმის, რომ საკუთარი თავი ასე თუ ისე გავწიროთ, რაღაცები ჩვენი დავთმოთ, იმიტომ რომ თურმე მოვალეობა გვაკისრია და აქ ჩდება მთავარი კითხვა. თუ მე მაქვს ეს მოვალეობა, მაშინ მე როგორც ადამიანი საკუთარ თავს ვეკუთვნი თუ არა საერთოდ. ანუ მე თუ ვალდებული ვარ ყველას მიმართ, რომ რაღაც დავთმო, ჩემი წილი, ჩემი სიცოცხლე გავრისკო. რანაირად ვარ მე მაშინ თავისუფალი, ხო? ანუ ეს თავისუფლება მეკარგება. და ესა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. მაგრამ და სხვა გეუბნება კოჭველი არა, თუმცა მაშინ გეუბნება რომ ამორალური ხარ. ხო, ამორალური ხარ. თუ არასათნო ხარ, ამორალური ხარ. ეს არის უმაღლესი სათნოება და ხო, ანუ არ იქცევი მორალურად, ეგ არის. უმაღლესი სათნოება და მორალი არ არის ამბობთ. არა. უმაღლესი სათნოება საერთოდ ფარგლია. როგორც ზეკაცი და ჩვეულებრივი ადამიანი არ არის შეფასებული, ისე ზეკაც შეიძლება იყოს, მაგრამ არა, ის გეუბნება რომ შენ ეს მოვალეობა აუცილებლად უნდა შეასრულო და მოვალეობიდან გადახვევის, ხო. მორალობა ვერ მიიღწევა. ხო, ეგ არის, მაგრამ ის სხვა ვალდებულებას, ხო. ის სხვა ვალდებულებას გაკისრებს, რომ შენ არ გაქვს უფლება არიდო ამ მოვალეობებს თავი. წინააღმდეგ შემთხვევაში შენ უკვე ითვლები ამორალურად. არა, გეუბნება რომ ნებისმიერ შემთხვევაში ესენი უნდა დაიცვა. ანუ კანტი გეუბნება რომ თავი თუ არ გაწირე არასათნო ხარო და ამორალური ხარო. თავის გაწირვას არ გეუბნება, დათმობას გეუბნება. მაგალითად, უნდა გადახტე და გადაარჩინო. სიტუაციაში იდენტური იყოს თავის გაწირვა და გეუბნება ამორალური ხარო. კი. კი. ხო, და მეორე სკოლა, რომელიც ასევე ძალიან პოპულარულია. რეალურად ორი სკოლა, რომელიც ყველაზე დიდია, ერთია დეონტოლოგია, რომელიც არის კანტის და დეონტოლოგია რო ავიღოთ, ეს არის ვალდებულებებზე დაფუძნებული ფილოსოფია, რომელიც გეუბნება, რომ აი ეს ვალდებულებები და ამ ვალდებულების მიხედვით უნდა იმოქმედო. აი ეს წესებია და ეს წესები უნდა ამ წესებს უნდა დაემორჩილო. ანუ მე არ მაინტერესებს დეონტოლოგიის შემთხვევაში, დეონტოლოგიას არ აინტერესებს შედეგი, მას აინტერესებს თუ რატო აკეთებ რაღაცას. და გვაქვს აბსოლუტურად მეორე, თუმცა ასევე დიდი სკოლა, რომელიც არის კონსეკვენციალიზმი და ამის ქვეშ უტილიტარიზმი გადის, რომელიც გეუბნება პირიქით სხვა რაღაცას, რომ მე არ მაინტერესებს რატო გააკეთე, მე მაინტერესებს შედეგი. ანუ შენი აზრი საწყისი არ მაინტერესებს. მე იმით გავსჯი რა იყო მორალური და რა იყო ამორალური, თუ რა შედეგი მოიტანა.
და ნუ კონსეკვენციალურ შემთხვევაში მორალური განისაზღვრა შედეგით, სწორი ქმედება არის საუკეთესო შედეგით და უტილიტარიზმი არის ამის ქვედანაყოფი, რომელიც არის ბედნიერების მაქსიმიზაცია და ტანჯვის მინიმიზაცია. ეს არის ჯერემი ბენთემის კალკულუსი. ეს ქართულ ტექსტში ვერსად ვერ specific calculus, ასე რომ პირდაპირ გადმოვიტანე, რაც არის ასე თუ ისე მარტივი ალგორითმი, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ დავთვალოთ თუ რა არის მორალური და რა არის ამორალური. ჩვენ გვაქვს აი ეს მაჩვენებლები, თუ რამდენად ძლიერია ტკივილი ან სიამოვნება, რამდენად ხანგრძლივად გრძელდება, რამდენად მაღალი შანსი რომ შესრულდეს და ასე შემდეგ და ეს რაღაცები უნდა დავთვალოთ იმ შემთხვევაში თუ რაღაც 2 ან 3 ან მეტ არჩევანს შორის ვაკეთებთ და ის არჩევანი იქნება ყველაზე მორალური, რომელსაც ყველაზე მეტი ქულა აქვს. ეს არის ეს. და გადავდივართ კაზუსზე მინდა ჯერ გადავიდეთ, ვიდრე რენტს მივადგებით. შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი ეთიკის სკოლა, რომელიც უკან განვიხილეთ. ეს არის კანტის დილემა, თუმცა ნებისმიერი იმით განიხილეთ, როგორც გინდა. თქვენ სახლში არის თქვენი მეგობარი. კარზე მოგკაპკუნათ ვიღაცამ, ქართული მაგალითი ავიღოთ, ტიტუშკა მოვიდა. მოგკაპკუნამ და გეუბნება, რომ ლევანის სახლშია თუ არა. მოსაკლავად ვარ მოსული. და შენ გაქვს ახლა ორი ვარიანტი. შეგიძლია უთხრა, რომ სახლშია, შეგიძლია მოატყუო. რა არის ახლა მორალური ქცევა? ჩემი აზრით? ჩემი აზრით არ შევუშვებდი ძალიან მარტივი არის. ესე უყვება საკითხს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თუ ეს ჩემი მეგობარი არის, შეიძლება ეს სულად ჭრებს. არ ვიდეო სულად გაიგოს ხალხო, მაგრამ მე მისგან ვიღებს არგებელს, პროცესი ჩემგან ვიღებს არგებელს, რაღაც რაციონალურ ლაგდებს. უტილიტარული მარტივი ნაწილიც არის, ხო რა სიამოვნებას შეიძლება ხო მასნა კომუნიკაცია. ეს ადამიანი შეუშვა ამ მოუკლა, შეიძლება დავდაგო ჩემი სიამოვნების წყარო. შესაბამისად არამომგებიანი და შეიძლება დამაზიანებელი იყოს ჩემთვის და არ გავუგებ არის. კარებს არის რომ დავუშვათ, კარები ღია. აი რო ავიღოთ ეს ორი შეწინააღმდეგება, გაკავება, ანუ ესეთი ის არის რომ შეწინააღმდეგება, გაკავება და რაღაც აბსოლუტურად მორალური დასაშვები რაღაცა გონი უტილიტარიზმის და დეონტოლოგიის მხრივათაც, რენდის ეთიკის მხრივათაც. აი ეს კონკრეტული ორი შემთხვევა მაინტერესებს. ამ ორ შემთხვევაში შორის რო იყოთ გაჭედილი. შეგიძლიათ მოიტყოთ, რომ თქვენი მეგობარი სახლში არ არის და შეგიძლიათ თქვათ, რომ სახლშია. მოყოლები მოგლის. მაგისტრი მოსამართლეების გარეშე არაფერს არ აქვს. ხო. კი. ხო, რომელ ყოველ იმ თემაზე ასაუბრეთ, ახლა რომ აი ეცადეთ პირველი ორი სკოლა გამოიყენოთ. ან დეონტოლოგია, ან კონსეკვენციალიზმი. გამოდის რომ თუ მე შესაძლებლობა მაქვს რომ სკოლაში შევაჭერო და ჩემო გოგო გადავარჩინო, მაშინ უნდა გავაკეთო მაქსიმალური დავამარცხო ეს მტერი და გადავარჩინო მოგონა. ეგ შეგიძლიათ, კი, მაგრამ თუ ის თუ გონებებას განახავს რომ ეს პოტენციური პარიშოზე ძლიერია და შეუძლია რომ ეს მომგაზე შემეგობარიც მომგას მაშინ გავიწევთ განზე. მე ასე უკვე ჩავდივარ, მაგრამ აი პრაქტიკულად რომ ვიდეთ აი რას გავაკეთებდი, ალბათ რაღაც ამ რაციონალიზმს. კი, მაგაზე ვთანხმდებით, რომ შეწინააღმდეგება მორალურია. თავდაცვის შემთხვევაში. ისიც შემოწმებით მე აქ მაინტერესებს, ხო, აქ მაინტერესებს ეგორი საკითხი. რომელი არის ეთიკური ამ აი ორი არჩევანი რო გქონდეთ, ხოლმე ეს ორი არჩევანი. რომელი არის აქედან ეთიკური? მაგალითად თუ იძახი უკვე ეთიკაში ავაკეთებ. რას? უის თუ იძახი ამ სახლში და ესონები. კაი, აი ეგ მე განვიხილოთ, მაგრამ ვიცი რომ ჩემი მეგობარი მაგალითად ასევე არის. მნიშვნელოვანია, ვიდრე ტყუილის ფრაგა. მე ცოტა გავამტყი, მეგობარი ცხოვრებას და უცნობს რა იყოს, მაინც მოვიტყოებოდი რომ სახლში ეს ცოტა მერე სკოლებიდან მომდინარე რომ განვითარდა, ფუნდამენტური უფლებები რაც არის და მეორე წინა სკოლებიდან რომ განვიხილოთ, მაინც მოვიტყოებოდი, იმიტომ რომ მე მეგობოდა რომ მეგობრის ადგილზე რომ მეყოფილიყავი, ჩემს მეგობარს მოვიტყოებოდი რომ ვიღაც ჩემს კანტის მხრივ. საინტერესოა, იმიტომ რომ აი კანტის დილემა ეს და მივალთ პასუხამდე. კამფეტი კამფეტი არის დავდა ვიცი რომ ჩემ მომდომე ჩემ მეგობარი მომავალში აგერეთ 3 ადამიანის მოკვლევა. აი ამის შემდეგ მაქვს მატარებლის кейსი. მატარებლის кейსი ამის შემდეგ მაქვს. ეს გამო რომელსაც უკვე ვერაფერს ვერ გაიგე. კი.
ხო, კაი. ხო. ცეხან ასეთაც ვისაუბრეთ, აქ არის უბრალოდ აწუნ და დავწუნოთ და საუკეთესო ვარიანტი რომელია და საუკეთესო ვარიანტი დავუშვათ, არ საუკეთესო ვარიანტი რა, ესაც უფრო დიდი რისკია. შესაბამისად აქ ტურსა და სიკვდილის შორის რისკია. კი. რეალურად სიკვდილი უფრო ეთიკურად არასწორია ვიდრე ტური და შესაბამისად ვიჩვენთ რომ მოვიტყუოთ რა, როგორც არ შემოსაშუალებობს მაშინ ტურს ვიჩვენთ. ხო, სხვა ვარიანტები თუ გაქვთ განსხვავებული. ანუ მე ეს უნდა შეიძლება და ეს ბოლოდი პასუხი რაც მოვისმინე ავტომატურად ნიშნავს რომ სუბიექტურად ადამიანი როდესაც და თქვენ წვეთ ამ შემთხვევაში როდესაც არის საჭირო ტყუილი და როდესაც არის რომელი უფრო იერარქიულად სწორია თქვენ შესაბამისად თითოეული ადამიანი თვითონ აკეთებს დასწრას რა დროს არის ტყუილი საჭირო რა დროს იმან ხო, სხვა ვინმე თუ ხართ ვინც ეტყოდით რომ სახშია ვისაც უბრალოდ პარტიები ხართ ვინმე ეგეთ გესროლო აი და მეორეს ვის ბევრი წამოვი ხო რეალურად ეს არის კანტის დილემა და კანტი ამბობს რომ ჩვენ არ უნდა მოვიტყოთ და უნდა უთხრათ რომ სახშია კონსეკვენციალის მხრივ აბსოლუტურად სწორები ხართ, იმიტომ რომ შედეგზე თუ გადეხარ, მართლა გაცილებით მეტი შანსია, რომ გადაარჩინა შენი მეგობარი. თუმცა კანტი რატო ამბობს ეხა, რომ უნდა უთხრა სიმართლე. კანტს პირველ რიგში ის წესი აქვს, რასაც არ უნდა მოიტყო, თუმცა აქ სხვა მაგალითი მოყავს. მას მოყავს მეორე მაგალითი, რომლის ფოტო აქ არ მაქვს. ეს არის მაგალითი, სადაც თქვა მეგობარმა გაიგო, რომ ეს ტიტუშკა კარზე იყო, ამ დროს გაძურა ფანჯრიდან. მოუარა სახლს და თქვენ რომ ეს ტიტუშკა გააბრუნეთ, შეხვდნენ თქვენ მეგობარმა უკვე შემოარ და შეხვდნენ ერთმანეთს. და ამ შემთხვევაში კანტი ამბობს რომ ეს თქვენი მეგობრის მკვლელობა, ეხლა რა კი ერთმანეთს შეხვდნენ. დაგბრალდა თქვენ. იმიტომ რომ თქვენ რომ ხო, იმიტომ რომ თქვენ რომ არ მოგეტყუებინათ და რომ გეთქვათ რომ ის სახლში იყო. ეს მკვლელობა მხოლოდ მკვლელის ბრალდებულება იქნებოდა, ხოლო რა კი თქვენ მოიტყუეთ, ეხლა თქვენი შედეგი გახდა ეს მკვლელობა. თუმცა იმიტომ რომ ესე მკვლელი მოდიოდა მოსაკლავად, ეგ იყო. თქვენ არ მიგიღიათ ამ მკვლელობაში წვლილი. არა, ეგ არის. ხო, ანუ მე არ მომწონს კანტი კაცო. კანტის кейსია. ხო, ანუ ესეთ რაღაცას გეუბნება, რომ როცა შენ არ ერევი ამ საქმეში, მაშინ არის მხოლოდ ერევი, ანუ მოსაკლავად რომ უშუალოდ ადამიანს ერევი, ეგ იგივე ახლა მოსაკლავად ხო, ეგ სარტრიო. ანუ ესეთი кейსია, რომ შენ რეალურად ძალადობის წინაშე ყოფნისას გაქვს თუ არა პასუხისმგებლობა, რომ თავი გაწირო აქ ეგ ერთია, მაგრამ ხო, მეორე სხვა ვარიანტზე მივდივარ. ანუ კანტი რასაც გეუბნება მაგაზე მივდივარ. კანტი რაზეც მიდის მაგაზე მივდივარ, რომ კანტი ხსნის ესეთ რაღაცას, რომ მე თუ არ ჩავიდენ ამ მოქმედებას, მხოლოდ იმის ბრალია, ვინც გამოიწვია ეს შედეგი, ხოლო მე რა კი მოვიტყუე და ის გაიპარა. მეგონია რომ არასდროს ჯობს მართლაც. მე მგონი არაცხელ მაგალითია. ხო, მაგალითს მაგაში მოვხდი, რატო? ნებისმიერ შემთხვევაში თუ შენზე დგას არჩევანი. რომ შეიძლება ერთგან იყო ეთიკური, მეორეგან არ იყო ეთიკური. ეს არჩევანი ხო არის შენზე დამოკიდებული. ამარტოა. შესაბამისად, ორივე ქმედებაში რა შედეგიც არ უნდა იყოს, შენი ესე რომ ვთქვათ, მოქმედების რაღაცა ნაწილი აპრიორი არსებობს, ხო? რამს ვერ გავექცევ. ჩემი ეს უბრალოდ კაზუსის ამბავი არის აქ არის. კანტი აქ რო იყო ჩვენთან არ მგონია რომ ეთქვა, რომ არა, პირდაპირ კანტის кейსია ეს, მაგრამ ხო. კი. ეს დავამატებ რომ ზუსტად მაქედან გამომდინარე ის ვერ გაწკიდა არ იცოდა მომიჩი და ვერც შეიძლება ფიზიკურად რო ცოდნოდა რომ ის მეგობარი პარალელურ რეჟიმში უგანაკარია. ხო. მაგრამ შენ რო არ მოგეტყუებინა, რო გეთქვა რომ შენი მეგობარი სახლში იყო, გადარჩებოდა. და რეალურად შენმა ტყუილმა გამოიწვია ეხლა ის მკვლელობა. ხო. შენ გამოიწვია ეს.
და აი ზუსტად იგივე кейსია ეს კაზუსი ყველა მიცით ალბათ. აი ზუსტად აქაც კანტის кейსი არის, იგივე კანტი ამბობს, რომ მატარებელი მიდის ამ 5 ადამიანისკენ, შენ გაქვს შესაძლებლობა რომ ეს ერთი ადამიანი მოკლა, მაგრამ ეს кейსია. შენ თუ არ შეეხები ამას, ის 5 ადამიანისაც კვდებოდა და ეს 5 ადამიანი შენი ბრალდებულება არ არის. მაგრამ თუ გადაწიე, უკვე ის ერთი ადამიანი შენ გაწირე. ეს кейსია ზუსტად. და სწორედ აქ განსხვავდება რეალურად ბევრი სხვადასხვა ეთიკური სკოლა და არც მე არ მომწონს კანტი, რაღაც აბსურდული ის მგონია. კონსეკვენციალიზმი რა თქმა უნდა გეუბნება რომ ნაკლები მსხვერპლი რა თქმა უნდა უკეთესია. არ გადაწევდით. 5 ადამიანს მოკლავდით? ის ხო არ შეიძლება მნიშვნელოვანი თუ არა. თუმცა წინა კაზუსი რეალურად მსგავსი იყო. წინა საერთოდ სხვანაირი იყო იქნება, რომ ამი მე შეგნებული და შემომეშვა, იმიტომ რომ ჩემი მეგობარი აგერ არის გამოკალი, რაც მინდის და ის რო ის სადღაც გაიპარებოდა მაგას მე იგურმე. თუმცა თქვენი გადაწყვეტილება იქნებოდა რაც შედეგს მოიტანდა. მაგრამ მე არ ვიცოდი შეგნებულად ეს ხო. კი, მაგრამ შედეგს ხო. ხო, ესეთი кейსია. და რეალურად აქ განსხვავდება სხვადასხვა ეთიკის სკოლები და ეხლა მინდა გადავიდე უკვე მთავარზე. რომელი საათია ისა? 10 წუთი მაქვს. ოკეი, აქ მინდა უკვე გადავიდე მთავარზე და ხო, ყველა გზა აქ მიდის და მოდი და ხო. ხო. იმის მაგირად რომ დავიწყო რენდის ეთიკის ახსნა, რაც სხვა თუ გაკეთებს, პირველ რიგში ავხსნი რატო ეწინააღმდეგებოდა რენდი ამ სხვა ეთიკებს. დეონტოლოგიაზე უკვე ავხსენი და გავიმეორებ იმავეს, რომ დეონტოლოგიაში რაც ხედავთ პრობლემას იყო ეს მოვალეობები. რენდი არ აღიარებს მოვალეობა, სადაც მე ადამიანი დაჩაგრული ვხდები. ანუ მე არ მაქვს მოვალეობა საკუთარი თავი შევიზღუდო, გავწირო ვინმე სხვის მიმართ. ჩემი არსებობა არის ჩემთვის ყველაზე მთავარი და ყველა ინდივიდისთვის თავად ინდივიდია ყველაზე მთავარი. და რა თქმა უნდა კონსეკვენციალიზმში მსგავს პრობლემას ხედავს გაცილებით დიდ მასშტაბზე. კონსეკვენციალიზმზე რა არის პრობლემა? რომ კონსეკვენციალიზმი ზუსტად იგივეს გეუბნება, რომ შენ შეგიძლია რაღაცები გაწირო, ვიღაცები დაჩაგრო, იმიტომ რომ მიიღო რაც შეიძლება დიდი შედეგი. კონსეკვენციალიზმზე ბევრი გეტყვით, რომ ადამიანის მკვლელობას ამართლებს კონსეკვენციალიზმი ბევრი ადამიანის ბედნიერებისთვის, რაც ძველი განსაკუთრება არის რა. ადამიანის სიცოცხლე საკუთრებად და ადამიანი მეორე ადამიანს კლავს, ეს საკუთრება არის ესე რომ კომპენსირებელი, ანუ ვერავინ გენავს საკუთრებას, მაშინ მორალურად გამართლებული შეიძლება იყოს ამ მეორე ადამიანის მომენტ მოკლა. ეს ადამიანი ამ ადამიანის მოკვდილი, ანუ საკუთრება თვალთვალისწინ მარტივად ვთქვათ, რა თუ ვერ აღარ დგები დანაკარგს, მაშინ იგივე უნდა გასცე, რაც წამო. კი. ანუ ძალიან მარტივი ის არის რაღაცა. ხო, აი კონსეკვენციალიზმზე ბევრი გეტყვით იმას, რომ აი მკვლელობა შეიძლება რაღაც მიზეზის გამო რომ ბევრი ბედნიერი გახდეს, რაც ზოგიერთი განხრის შემთხვევაში მართალია, თუმცა ეხლა რეალურად კონსეკვენციალიზმი გაცილებით განვითარდა და მარტივ რაღაც გეუბნება, რომ კონსეკვენციალიზმის ჩემთვის თავარი არის გრძელვადაში რა ხდება. ანუ მე მინდა რომ გრძელვადაში მქონდეს რაც შეიძლება კარგი განვითარება, რაც შეიძლება დიდი შედეგი და ჩემ სამყაროში თუ ისეთი მომენტია რომ უცბად შემიძლია ვიღაცა მოკლა იმის დროს სხვა გავაბედნიერო ეს სამყარო საერთოდ არ იარსებებს და ამიტომ კონსეკვენციალიზმშიც აღარ ვსვავთ ამას. რეალურად ეგ არის. რენდის ფილოსოფია უცბად რო ახსნა ხვალ დათოს ბეისისი რომ მოუმზადო არის საკმაოდ ერთ შეხვედრით მარტივი, თუმცა ძალიან მყარი ფილოსოფია. რაც დაფუძნებულია ზუსტად იმაზე, რაც დავიწყეთ არისტოტელედან და აკვინასიდან, რომ მე შემიძლია სამყარო აღვიქვა რეალობით. შემიძლია დავაკვირდე ადამიანს, შემიძლია დავაკვირდე რა ჭირდება მას და აქედან ამოვიდე. ეს არის მისი სათნოებები, თუმცა სათნოებებს დათო ხვალ თვითონ აგიხსნით. მე წავალ ადამიანის უფლების დაფუძნებაზე, რაც ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ყოველი ეთიკური სკოლა, ჩემი აზრით, უნდა იყოს დაფუძნებული იმაზე, რაც შემოწმებადია. თუ შენი ეთიკა შეიძლება შეიცვალოს რომელიმე მომენტში, თუ შეგიძლია რომ ეთიკა გადააფასო, ან თქვა რომ უიესესი არ ყოფილა, ან თუ ეჭვი შეიძლება შეგეპარო შენ ეთიკაში, იმიტომ რომ საფუძველი არ გაქვს მომზადებული, მაშინ ეს ეთიკა არ ყოფილა ეთიკა. რაღაც უბრალოდ
ფურცელზე დაწერილი მითი ყოფილა და აი რენდი არის აქ სწორედ საკმაოდ დიდი გარდატეხა, რომელიც ამას რომ არა დააკვირდი ადამიანს და ხედავ რა ჭირდება. ფაქტად გაქვს ეს ყველაფერი და მოდი ამაზე დავაფუძნოთ მისი უფლებები. ადამიანს ჭირდება სიცოცხლე, რომ იარსებობს როგორც ადამიანი, მის ბუნებაშია ეს. თავისი აზრი აქვს და ეს აზრი უნდა გამოთქვას. სწრაფო აქვს, რომ საკუთრება მოიპოვოს და საკუთრების უფლება ამიტომ აქვს და ესაა ყველაფერი. ეთიკაზე რამე თუ გაინტერესებთ, საკმაოდ ბევრი მასალა და აქ ვცადე რომ რაც შეიძლება ჭიდროდ ჩამეტია.